მოგესალმებით, ეს არის ახალი 6 ამ დროისთვის განვითარებულ ახალ ამბებს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორებთან ერთად მე ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი წარმოგიდგენთ. წაუყენებენ თუ არა ბრალს ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გამოძალვაში ბიზნესმენები ადანაშაულებენ. საქმეში მისი მოადგილე დავით საყვარელიძეს ფიგურირებს, რომელიც დღეს პროკურატურაში მოწმის სახით იყო დაბარებული, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის წევრი უწყებაში არ მივიდა. როგორ და რისთვის გადაიხადეს ქართველმა და უცხოელმა მეწარმეებმა სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონები და დაუმძიმდება თუ არა ბრალი ზურაბადე იშვილს. საქმის დეტალები და მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ჩვენებები ნახეთ 9 საათზე ჩვენს მთავარ გამოშვებაში. 2011 წლის ივნისის თვეში მე დამიკავშირდა ჩემი ნაცნობი ბიზნესმენი ილია კოკაია და მითხრა, რომ მიშვილს ნინო კოკაიას თბილისში შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც დაკავებული იყო. მურთაზ ზოდელავამ მიპასუხა, რომ საკითხს აუცილებლად გადაუწყვეტენ, თუმცა საუბარი იქნებოდა 6-ნულიან ციფრზე, რომლის ზუსტ ოდენობასაც შეგვაწყვეტინებდა იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმების შემდეგ. ამ საუბრიდან რამოდენიმე დღეში ილია კოკაია მითხრა, რომ ნინო კოკაიას ადვოკატს მაია სირაძეს დაუკავშირდნენ თბილისის პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ნინო კოკაიასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ 5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში და პროკურატურა ელოდა ილიასგან პასუხს აღნიშნულ წინადადებაზე. მურთაზმა მითხრა, რომ აღნიშნული თანხიდან 3 მილიონ აშშ დოლარად ილია კოკაიას ახალციხის მუნიციპალიტეტში უნდა შეეძინა გარკვეული ობიექტი, ხოლო დანარჩენი 2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაერიცხა კახეთის მუნიციპალური განვითარების ფონდში. დამატებით მოგახსენებთ, რომ მსგავსი სცენარით 1 მილიონი აშშ დოლარი გამოსალეს ისრაელის მოქალაქეს ეფრაიმ გურს. კერძოდ 2010 წელს ეფრაიმ გურიშვილი რონენ გური თავის მამიდაშვილთან სიმონ შაშუაშვილთან ერთად შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ ბრალდებული სახით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108 მუხლით მკვლელობის მომზადება. მოცემული ბრალდების საქმეზე მე ვიცავდი რონენ გურს, რომელიც იმ დროისათვის იყო მიმალვაში. ერთხელ შეხვედრაც კი მოუხერხე ეფრაიმ გურს მთავარი პროკურატურის პირველ მოადგილესთან დავით საყვარელიძესთან, რომელთანაც ეფრაიმ გურმა დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ მზად იყო საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა გარკვეული თანხა. 2010 წელს მთავარი პროკურატურის შენობაში შეხვედრა მქონდა სოდის საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან, რომელმაც მაცნობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო რონენ გურის მიმართ საქმის შეწყვეტა. ამის შემდეგ სოდის საპროცესო ზედამხედველი პროკურორისაგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ამ თანხით ეფრაიმ გურს უნდა შეეძინა ობიექტები ახალციხისა და მცხეთის რაიონებში. ჩვენებაში რაც არის მითითებული მართალი გითხრათ იმის მეტს ვარაფერს ვერ გეტყვით და თუ გამოაქვეყნეს მით უმეტეს კი გექნება მაგას წარმოდგენა. სხვა სახალხს ვერაფერს ვერ გეტყვით სამწუხაროდ. გამოძიების ამ ეტაპზე დაკითხული არიან ის ბიზნესმენები, რომლებზეც განხორციელდა ამ სახის იძულება, რათა მათ მიერ შეძენილი ყოფილიყო არარეალურად დიდ თანხებში ბიზნესის წარმოებისათვის აბსოლუტურად გამოუსადეგარი და ამორტიზირებული შენობა ნაგებობები. საყურადღებოა ერთი ფაქტი, კერძოდ ის, რომ ობიექტების შეძენის მომენტისათვის რამოდენიმე ბიზნესმენი იყო პატიმარი. რაც შეეხება მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ბატონ დავით საყვარელიძის გამოძახებას, გამოძიების მიერ დაკითხვის მიზნით სწორედ აღნიშნული საკითხების სრულყოფილად შესწავლით მიზნით იქნა იგი გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში. კერძოდ ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით გინდება, რომ 2011 წლის პერიოდში მოხდა შეხვედრა ბიზნესმენ ეფრაიმ გურსა და მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს შორის, სადაც დაფიქსირდა პოზიცია, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადახდილიყო მილიონი აშშ დოლარი. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ კონკრეტული ბიზნესმენებისათვის დიდი ოდენობით თანხების გამოძალვასა და ამ თანხებით, როგორც მოახსენეთ, ამორტიზებული და აბსოლუტურად გამოუსადეგარი შენობა ნაგებობების იძულებით შეძენაში. უხარისხო ჯავშაჟილეტები ქართულ ჯარში დაახლოებით 1 საათის წინ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში განხორციელებული შესყიდვის დეტალები გააცნეს. მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით უხარისხო სამხედრო აღჭურვილობაში სამინისტრომ რამდენიმე მილიონი ლარი გადაიხადა. თემას პირდაპირ ეთერში გიორგი მანჯავიძე განაგრძობს.
Այսօր საუბარია უკრაინული წარმოების ოხორონეც M3 ტიპის მე-4 კლასის ჯავშანჟილეტებზე, სულ 3000 სალზეა საუბარი. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროში ეჭვი ამ ჯავშანჟილეტების ხარისხზე ამ საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ეს ჯავშანჟილეტები აღმოჩნდა არა თავდაცვითი, არამედ ბიზნეს კლასის ჟილეტები. ამას გარდა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არც ერთ მოთხოვნებს, რაც ჯავშანჟილეტის საბუს თან მოხვდებოდა, ეს ჯავშანჟილეტები არ აკმაყოფილებდა. ასევე გამოძიების ინფორმაციით საუბარია იმაზე, რომ შესყიდვა განახორციელა Trade Alliance ჯგუფმა, სადაც ოლეგ მელნიკოვის კოალიცია იკვეთება. 2009 წელს თავდაცვის სამინისტრომ კომპანია Trade Alliance ჯგუფისგან შეიძინა $1,650,000 ღირებულების უკრაინაში წარმოებული 3000 ცალი ჯავშანჟილეტი. ამ ჟილეტების გამოცდა თავის დროზე შეფასდა უარყოფითად, რაც ნიშნავს იმას, რომ შეძენილი ჯავშანჟილეტები გამტარი იყო როგორც პისტოლეტის, ასევე ავტომატის ტყვიისთვის. უხარისხო ჯავშანჟილეტების შესყიდვის შესახებ საქმის კურსში იყო თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა. თუმცა არ მომხდარა არანაირი სამართლებრივი რეაგირება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს Trade Alliance ჯგუფს შორის საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტი 3000 ცალი ჯავშანჟილეტის შეძენის შესახებ არ გაფორმებულა, არ არსებობს სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ ფაქტურები. მაგრამ ამის მიუხედავად კომპანიის ანგარიშზე დარჩა თავდაცვის სამინისტროდან ავანსად გადარიცხული $2,821,000 ლარი. ფიგურანტთა ჩვენებებით ამ კომპანიის უკან იკვეთება ოლეგ მელნიკოვის ინტერესები. ეს დადასტურებულია ახსნა-განმარტებებით, თუმცა საგამოძიებო ორგანოები ამას უკვე სავარაუდოდ საგამოძიებო მოქმედებებით დაადასტურებენ. საუბარია 2009 წლის პერიოდზე, ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდზე. აღსანიშნავია ის, რომ შესყიდვის განხორციელებამდე ამ ჯავშანჟილეტების დასკვნის შესახებ, უხარისხობის შესახებ თავდაცვის სამინისტროს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, გამოძიების ინფორმაციით სამინისტრომ ეს შესყიდვა მაინც განახორციელა. ამ საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. დიდი მადლობა, ეს გიორგი მანჯავიძე იყო. ვლადიმერ ბედუკაძემ ორგანიზაცია ჩემი საქართველოს ოფისში შიმშილობა გამოაცხადა. ბედუკაძის ადვოკატის ელზა ჯმუხაძე აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა მისი დაცვის ქვეშ ყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. ბედუკაძე შეხვედრა სახალხო დამცველთან, მთავარ პროკურორთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ითხოვს. შეხვედრის მიზანი არის სწორედ ის, რომ ისინი დაინტერესდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მტკიცებულებები, არის მზაობა, რომ ამ მიმართულებით იქნას მიცემული ჩვენებები და მოპოვებული მტკიცებულებები, ამის სისურვილი არ გამოუჩენია გამოძიებას. და ეს გასაგებიც არის ჩვენთვის, იმიტომ რომ გამოძიებას აწარმოებდნენ ისევ ის ადამიანები, ვინც ამ საქმის გამოძიება დაიწყო თავიდან და საქმის ფაბრიკაცია მოახდინა, რაც საქართველოს მთავრობამ პროკურატურამ გახსნა დანაშაული და დაერქვა ამას სახელი, რომ ამას კურირებდა ზურაბ ადეიშვილი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა თავდაცვის კომიტეტის წევრებმა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს. მე მოხარული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში შეიქმნა და ჩამოყალიბდა ძლიერი გუნდი, რომელიც ამ სფეროში საკმაოდ კარგად ერკვევა და გარკვეული გამოცდილებას დაუგროვდა. ამიტომ ამ მემორანდუმის ფარგლებში მათ ერთის მხრივ აძლევთ საშუალებას, რომ განახორციელონ სამოქალაქო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე, მეორეს მხრივ კი მათ სრული თავისუფლება აქვთ, რომ აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესებში, იმ რეფორმების შემუშავებაში, რომელიც იგეგმება ამ მიმართულებით. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო მიმართულებები და სტანდარტები განიხილეს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე. კომიტეტზე ასევე გაკეთდა მოკლე მიმოხილვა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ჰოსპიტალური სერვისების შესახებ და წევრებმა ისაუბრეს საკანონმდებლო გარემოსა და მის სუსტ მხარეებზე. კომიტეტის ხდომას დეპუტატებთან ერთად არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ხდომის პარალელურად პარლამენტში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენაც გაიმართა. ეს დაგეგმილი არის
საკომიტეტო მოსმენა ამ დარგის სპეციალისტების, ექსპერტების მოწვეული არის სახალხო დამცველი გააკეთებს ამ თემაზე ანგარიშს. დღევანდელი კომიტეტი ცოტა უჩვეულო ფორმატში მიდის. დღეს ხედავთ რომ არის გამოფენა, ეს არის ფსიქიკურად დაავადებული პაციენტების მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი ნამუშევრები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში 80,000-ზე მეტ ადამიანს აქვს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები, შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში პრიორიტეტი ჯანდაცვის სისტემაში, ზოგადად ქვეყანაში არ ყოფილა ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჩვენ გვინდა რომ ეს საკითხები უფრო მეტად ამ საკითხზე საუბარი დისკუსია დაიწყოს, პარლამენტარებმაც უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილი უმცირესობის მოთხოვნას დაეთანხმა შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივა. განცხადება ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ხდომის შემდეგ გააკეთა. მინისტრი მზად არის საკანონმდებლო ორგანოში დასმულ კითხვებს უპასუხოს, თუმცა წინასწარ გაწერილი გრაფიკის გამო ეს ამ კვირაში ვერ მოხერხდება. ვინაიდან გაწერილი იყო წინასწარ ჩემი გრაფიკი, შეხვედრების განრიგი, მე ვერ მოვახერხე ფიზიკურად ჩასვლა პარლამენტში, მაგრამ მე არასდროს არ მithქვამს, რომ მე არ მივა პარლამენტში. მე პარლამენტს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა მივა. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ქართულ ენერგოსისტემაში ჩართულ სუბიექტებს, რომლებიც ელექტროენერგიას ენგურჰესიდან იღებენ, გადასახადს აღარ მოსთხოვს. საკითხი დღეს მთავრობის ხდომაზე განიხილეს კახაკალაძის განცხადებით იმის გამო, რომ ენგურჰესის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს პრობლემები ექნებოდათ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ეს პრობლემა მოგვარებულია. მოგეხსენებათ, ენგურჰესის 5 აგრეგატი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იქ გარკვეული პრობლემებია შესყიდვების განხორციელების კუთხით. ადრე ტარდებოდა ტენდერი გარკვეულ პროდუქციაზე, როდესაც იყო მოთხოვნა და გარკვეული პრობლემები ექნებოდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, იმიტომ მოგეხსენებათ, ისინი საქართველოს კანონმდებლობით აქ იხდიან გადასახადებს და როდესაც ადგილზე ჩადიოდნენ, იქაც უწევდათ გადასახადების გადახდა. ის პრობლემები, რა პრობლემებიც ენგურჰესს გააჩნია, გადაჭრილი იქნება ამ შესაძლებლობის წესით. რუსულ ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი შესაძლოა უახლოეს მომავალში მოხდეს. ქვეყნებს შორის მოლაპარაკების შესახებ მოლაპარაკებები 18 მარტიდან დაიწყება. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. დავით კირვალიძის განცხადებით, მოსკოვში მოლაპარაკების გასამართად დელეგაცია თითქმის დაკომპლექტებულია და მას სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. 18 რიცხვიდან მეორე დელეგაცია საქართველოსთან გაემგზავრება მოსკოვს ესაბამის სამსახურთან, როსსელხოზნაძორთან შეხვედრისთვის და სადაც განიხილება სწორედ ეს მთლიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სპექტრი რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად. საგანმანათლებლო რესურს ცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სამ პედაგოგზე ზეწოლის ფაქტი დაადასტურა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამივე მათგანი სამსახურს დაუბრუნდა. რაც შეეხება სკოლის დირექტორობიდან გათავისუფლებულ 7 პირს, კომისიამ მათ მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დარღვევები გამოავლინა. ამ ეტაპზე მიღებული 830 მიმართვიდან კომისიამ 630 განცხადების პირველადი განხილვა დაასრულა. თანამდებობიდან გათავისუფლებული სკოლის დირექტორები პოლიტიკურ ზეწოლასა და დაკვეთებზე საუბრობენ. განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი ამ ბრალდებებს უარყოფს. კომისია იძლევა საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ პროკურატურამ უკვე კონკრეტულად მოიკლიოს პასუხისგებელი პირის შუალედური რგოლი, ვინ ახორციელებდა ამ ქმედებას, ვინ იყო ამის უკან, ვინ იყო შემკვეთი. ამაზე განათლების და მეცნიერების სამინისტროს კვალიფიკაცია არ გააჩნია. ისედაც რასაც დღეს ვახორციელებთ, ეს არის ჩვენს კვალიფიკაციის მიღმა, ჩვენ ვარ დაქირავებული ხალხის მიერ იმისთვის, რომ ვაწარმოოთ განათლების და მეცნიერების პოლიტიკა და ხელი შევუწყოთ უფრო ხარისხიან განათლებას და არა სამართლიანობის დადგენას. მაგრამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვიტვირთეთ ეს მისია. ის იყო არა კვალიფიციური და ცუდი მინისტრი. როდესაც ჩვენ სისტემაში ადამიანებს ათავისუფლებენ პოლიტიკური ნიშნით და როდესაც ჩვენ სისტემაში ადამიანებს ათავისუფლებენ შესაძლებელი არაპოლიტიკური დევნის შედეგად, მაგრამ ათავისუფლებენ უკანონოდ, და შენ არანაირად არ გეხება. აბა მაშინ რა ეხებოდა? ჩემი მინისტრობის დროს იყო განთავისუფლებული პედაგოგები. ამას მე არ უარყოფ, მაგრამ მინისტრს არ ქონდა უფლება არც გაეთავისუფლებინა, არც მიიღო სამსახურში. თუ რატო უწყვეტავდა სკოლის დირექტორი პედაგოგს ხელშეკრულებას, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გადასაწყვეტი დირექტორის და იყო გადასაწყვეტი
სამეურვეო საბჭოსი, რომელიც მართავს სკოლას. ვინმე თუ მართლა დაიჯერებს, რომ მინისტრს შეუძლია 2200 დირექტორს მისცეს დავალება, რომ ეს გაანთავისუფლეს, მიიღე, ის ძალიან ცდება. ესეთი მენეჯერი ჯერჯერობით საქართველოში კი არა, მე მგონი დედამიწაზე არ დაბადებულა, რომელსაც შეუძლია 2200 სუბიექტი მართოს ერთი კაბინეტი. უამრავი პოლიტიკური დაკვეთა იყო სკოლაში და არა მარტო ჩემს სკოლაში, იყო უამრავ სკოლაში და მე ფაქტობრივად მიწევდა მისი არახსრულება. პედაგოგების განთავისუფლება, პედაგოგების, მასწავლებლების, პერსონალის, მომსახურე პერსონალის შტატების შემცირება და იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ ისინი. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება. პროტესტის ნიშნად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს სამეურვეო საბჭოსთან გამართული შეხვედრა დატოვეს. საბჭომ რამდენიმე დღის წინ არხის გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება არ შეცვალა. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამ წუთებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად სასამართლოში წარსადგენს არჩელზე მუშაობენ. თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში ნუცა აბაშიძე განაგრძობს. შეხვედრა საინიციატივო ჯგუფსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა ჩვენთან საუბრისას, შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წევრები კონსულტაციას გაივლიან იმ სარჩელებთან დაკავშირებით, რომლის შეტანასაც აპირებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეურვეო საბჭოს წინააღმდეგ. კახა კოჟორიძემ ასევე განაცხადა, რომ არსებობს რამდენიმე არგუმენტი იმის დამამტკიცებელი, რომ არხის გენერალური დირექტორის გადარჩევა მოხდა უკანონოდ, მათ შორის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც ყველაზე ძლიერია და რომელსაც კახა კოჟორიძის თქმით კონტრარგუმენტი არ გააჩნია, არის ის, რომ არხის გენერალური დირექტორის გადარჩევას სჭირდება სამეურვეო საბჭოს წევრების 2/3, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი ბარათაშვილის გადარჩევას ხმა მისცა მხოლოდ 9 წევრმა. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ამ თემაში არის ის, რომ ბორდი არ იყო უფლებამოსილი, რა არგუმენტიც არ უნდა ქონოდა მას, როგორი განმდარღვევაც არ უნდა ჩაედინა ბარათაშვილს, უბრალოდ უფლებამოსილი არ იყო, რომ 9 ხმით მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამას სჭირდებოდა მინიმუმ 10 ხმა. 10 ხმა არ ქონდა, ამ გადაწყვეტილებას ვერანაირად ვერ მიიღებდა, როგორი არგუმენტიც არ უნდა ქონოდა. ყველაფერს აბსოლუტურად სამართლებრივი გზით გავარკვევთ. მადლობა ღმერთს არსებობს ამ ქვეყანაში საია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც საკმაოდ კვალიფიციურად ჩაწყვეტა ყველა იმ პრობლემას, რომელიც დევს საფუძველში ამ კრიზისის, რომელიც შექმნა ბორდმა, არანაირი კრიზისი ტელევიზიაში არ ყოფილა და მე აუცილებლად ვიცი და მე დღეს ვთქვი კიდევაც ბორდთან შეხვედრის დროს, რომ აუცილებლად მე ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების შესახებ დღეს არ შეცვალა. გიორგი ბარათაშვილი თავად აცხადებს, რომ ის არ ელოდა გადაწყვეტილების შეცვლას და ის აპირებს, რომ სასამართლოში იჩივლოს. არც ველოდი დღევანდელი ბორდის სტომისგან, რომ ისინი რაიმე გონიურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მე გავაგრძელებ სამართლებრივ პროცესს, რაც დავიწყეთ და აუცილებლად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ აღდგეს სამართლიანობა ტელევიზიაში. საინიციატივო ჯგუფსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების დასრულებისთანავე საინიციატივო ჯგუფის წევრები არხის სხვა თანამშრომლებს შეხვდებიან. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, დღის მთავარ გამოშვებაში შეიტყობთ. დიდი მადლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან ნუცა აბაშიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლის ნანა კაკაბაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების რეჟიმისგან დაზარალებული ადამიანები 14 აპრილს 14 საათზე სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან და რეჟიმის გასამართლებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ ხელისუფლებას. კაკაბაძის განცხადებით, ახალ ხელისუფლებაშიც არიან ჩინოვნიკები, რომლებსაც დანაშაული მიუძღვით მოქალაქეების მიმართ. 14 მარტს კი მოსამზადებელი პრესკონფერენცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სიმბოლურად გაიმართება. სამართლიანობა უნდა აღდგენილიყო. სამწუხაროდ ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, მსუბუქად რა ვთქვათ, ამიტომ საზოგადოებაში გაჩნდა უკმარისობის გრძნობა და ალბათ ამ უკმარისობის გრძნობამ დაბადა ის იდეა, რომელიც დღეს ჩვენ გავაჟღერეთ. ეს არის ყრილობა იმ ადამიანებისა, თავყრილობა იმ ადამიანებისა, რომლებიც 9 წლის მანძილზე თვლიდნენ თავს რეჟიმისაგან დაზარალებულებად.
წლის ბოლოდან დეველოპერული კომპანია აქსისი დედაქალაქში ცათამბჯენის პროექტის განხორციელებას განაახლებს. აქსის თაუერცი 2008 წელს შეჩერებული მშენებლობის დასრულებას, რომელიც ფინანსური კრიზისის გამო დაკონსერვდა, კომპანია უცხოელი პარტნიორის ინვესტიციების მეშვეობით გეგმავს. ინვესტორის ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება. უახლოეს დღეებში აქსისის სამშენებლო ობიექტს TBC ბანკიდან უკან გამოისყიდის. სესხის მომსახურებაში შექმნილი პრობლემების გამო ამ დრომდე ეს აქტივი ბანკის საკუთრებაში იყო. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ 2013 წლის ბოლოს ჩვენ დავიწყებთ ამ ობიექტზე მუშაობას და 16 წელს დავასრულებთ. მაგრამ აი უკვე კონკრეტულად როდის 16 წელს ამაზე უფრო მოგვიანებით. აღქმა რისკების დეველოპერულ სექტორში შეიცვალა კრიზისის შემდეგ, შეიცვალა აღქმა რისკებისა როგორც ბანკების მიერ, ასევე მყიდველების მიერ და თუ კი თქვათ მყიდველები მზად იყვნენ რომ ჰაერი ეყიდათ, ოდესღაც დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ ასეთი ტიპის პროექტები უბრალოდ ბაზარზე აღარ იარსებებს. აუცილებელი იქნება, რომ დეველოპერულ კომპანიებს ჰქონდეთ ადეკვატური კაპიტალი იმისთვის, რომ ბანკმა დააფინანსოს ასეთი პროექტები და რომ მყიდველებმაც დაიჯერონ, რომ ყიდულობენ რაღაცა აქტივს და არა დაპირებას და ჰაერს. ადგილობრივი თვითმმართველობის საინიციატივო ჯგუფმა შუალედური კვლევის ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაცია ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობას რეკომენდაციებს აძლევს და მოუწოდებს თვითმმართველობაში მიმდინარე საკითხები მეტად გამჭვირვალე გახადოს. ამავდროულად ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებული იქნა სოციალურად დაუცველთა პრობლემები. საინიციატივო ჯგუფი საკრებულოს მოუწოდებს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯერჯერობით ჩვენ რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებია, მაგრამ ჩვენ რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე მოგცეს პირობა, რომ ისინი გაითვალისწინებინ და ითანამშრომლებენ ჩვენთან, ჩამოყალიბენ პარტნიორულ ურთიერთობას, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და მივესალმებით ამას და როგორ ანახებს გაითვალისწინებენ თუ არა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგეობას, მათ ჩვენს მიერ მიწოდებული რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი გაითვალისწინეს, ეს ეხება ძირითადად საჯარო ინფორმაციის გასაჯაროებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული თეთრი, რომელიც იქნება გათვალისწინებული ბიუჯეტში და ბიუჯეტიდან მოხდება მისი გახარჯვა ქალაქის რაიონის კეთილმოწყობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით აიმე დაფინანსებისთვის ყველაფერს აწარმოებს გამჭვირვალედ, ყველა ტენდერი იდება მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდზე. ხულოს შუახევის ხელვაჩაურისა და ქობულეთის გლეხებმა და მეწარმეებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგეში აქცია გამართეს. ისინი პირუტყვის სასაკლაოების გახსნას მათ რაიონებში ითხოვენ. გლეხების თქმით, პრობლემას ქმნის ის, რომ სასაკლაო მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონშია და მაღალმთიანი აჭარიდან ადგილზე მათ ცოცხალი პირუტყვის ჩაყვანა უწევთ. ეს კი დამატებით ხარჯებს უკავშირდება აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აჭარაში ერთადერთი სასაკლაოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. გლეხებისა და მეწარმეების მტკიცებით ბაზარზე ხორცის ფასის მატება სწორედ სასაკლაოების არარსებობამ გამოიწვია. საპროტესტო აქციის წევრები დახმარებისთვის მთავრობას მიმართავენ. მოგცენ მაგის საშუალება, რომ მოსახლეობამ დაუკლათ ჩვენ, ვაწარმოოთ ჩვენი ხორცი ჩამოვიტანოთ ბაზარზე და მოგცენ საშუალება, რომ ის ფორმოორია თუ რაღაცა იმის მიხედვით. სასაკლაო არის გაკეთებული ერგეში, ბათუმში. იქ რომ ერთი სული პირუტყვი ჩვენ ჩამოვიყვანოთ, აგი გვიждდება ტრანსპორტირება 200-დან 250 ლარი იგზე ნაკლებში არავინ არ ჩამოგიყვანს. პლუს ამას ზედმეტი ხარჯი ემატება. მეორე ტრანსპორტი გვჭირდება კიდევ რომ ბაზარზე მევიტანოთ. და ამისათვის ჩვენ მოვითხოვთ მოსახლეობა, ფორმოორი გაფცენ სოფლებში, მიკროსასაკლაოები დააწესონ. ეს პრობლემა მოგვარებულია, სასაკლაოები ფუნქციონირებს რამდენიმე თან და ყველა შეუძლია მივიდეს იქ და ჩვენი სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ დააკვლევინოს საქონელი და შემდეგ ის საქონელი გაყიდოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ბაზარში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელებს, საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ოზურგეთის პროფესიული მომზადების ცენტრში შეხვდა. ალუდა გუგლიჩიძემ აუდიტორიას ის სიახლეები გააცნო, რომელიც განათლების სისტემაში უახლოეს პერიოდში იგეგმება. მინისტრის მოადგილემ ასევე მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებელთა ცოდნა შეფასდება არა მარტო თეორიული კუთხით, არამედ მნიშვნელობა მიექცევა პრაქტიკულ უნარჩვევებსაც. ალუდა გუგლიჩიძემ ასევე პედაგოგების ხელფასების მატებაზეც გაამახვილა ყურადღება.
სასკოლო საზოგადოება, რომლის ყველა ინტერესთა ჯგუფი იყო წარმოდგენილი დღეისათვის შეხვედრაზე, შვამდა იმ კითხვას, რომელიც არის სრულიად სამართლიანი, გამართული და რაც თავარია ობიექტური. ბუნებრივია ჩვენ ყველა ამ საკითხზე გვაქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, სამუშაოები ჩატარებული, გარკვეული ცვლილებები ფაქტობრივად განხორციელებულა, ბუნებრივია ჩვენ მომდევნო ცვლილებებსაც განვახორციელებთ ადგილობრივ საზოგადოებასთან, მჭიდრო თანამშრომლობით და მათი ჩართულობით. მინისტრის მოადგილესთან იყო გულღია საუბარი, იყო გულღია კითხვები, რომლებიც აინტერესებდათ დირექტორებს, სასწავლო ნაწილებსა თუ პედაგოგებს. ამდენად კმაყოფილი ვართ იმ დასმულ კითხვებზე მივიღეთ ადეკვატური პასუხები, იმედი გვაქვს უკეთესობისკენ, საუკეთესო მომავლისკენ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტი ტრანსფერის სახით 17 მილიონ ლარს მიიღებს. თანხის განკარგვასთან დაკავშირებით დღეს ფოთის საკრებულო მიმსჯელა. ტრანსფერის თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, მათ შორის ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციას, თეატრისა და სპორტის სასახლის მშენებლობის დასრულებას. იგეგმება ახალი წყალსატუმბის სადგურის მშენებლობაც, რომელიც ქალაქს წვიმებისგან დატბორვის პრობლემას მოუხსნის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ტრანსფერის მოთხოვნის ინიციატივით ფინანსთა სამინისტროს თავად მიმართეს. ჩვენ რაც გვინდოდა ადრე გეკეთებინა იმის თანხები არ გაგვაჩნდეს, გაკეთა აღმაშენებლის ქუჩა რკალი, ამის გარდა ვითხოვ სტადიონის დამთავრებას, პრობლემური საკითხები არის სატუმბოების რეაბილიტაცია, არხების პროექტირება და გაკეთება, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით პროგრამა სტუდენტური დღეები 2013-ის პრეზენტაცია და პროექტის ლოგოს დიზაინის კონკურსში გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა. პროგრამა უკვე მესამე წელია ტარდება, წელს კი ძველი ფორმატისგან განსხვავებით სხვადასხვა პროგრამები დაემატება. სტუდენტური დღეები 2013 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით სტუდენტებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა სახის სპორტულ, კულტურულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებში საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ. სხვადასხვა მონაცემებს არის სტუდენტებისთვის ამარგარჩევ. იმართება სტუდენტური დღეები 2013, რომლის მიზანიც არის, რომ ჩვენ უზრუნველყოთ სტუდენტთა თავისუფალი დროის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენება, ამავდროულად მათ საშუალება მივცეთ გამოავლინონ თავიანთი უნარჩვევები სხვადასხვა დისციპლინებში. ვაცხადებთ ოფიციალურად რეგისტრაციას, რომელიც გაგრძელდება 25 მარტამდე და ყველა მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით და ასევე სტუდენტური დღეების Facebook-ის გვერდის მეშვეობით. პირველად ვიღებდი მონაწილეობას სეუს სახელით და მართლაც არ ველოდებოდი გამარჯვებას და ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემთვის და წელსაც იმედია სეულ ძალიან კარგად წარსდგება. და დროა გავიგოთ ვინ იქნებიან დღეს გადაცემა ბიზნესის დროს სტუმრები და რა თემაზე იქნება საუბარი, ამას თეაშველიძე თავად გვეტყვის. თეა, მოგესალმებით და გისმით. მოგესალმებით ვასიკო, რაც შეეხება დღევანდელ თემას, რა ვითარება არის სამშენებლო ბაზარზე, გარკვეული გააქტიურება ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, შეინიშნება. ამავე დროს მენაშენეთა ასოციაციის მიერ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რაც გულისხმობს ეს საკანონმდებლო ინიციატივა და რატომ დადგა დღის წესრიგში. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი როსტომაშვილი და ასევე კიდევ ერთი თემა. ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, როდესაც სავაჭრო დეფიციტის ბალანსი შეიცვალა შემცირების თვალსაზრისით და სწორედ ამ თემებზე ასევე შეიცვალა საექსპორტო გეოგრაფიაც, ათეულიც, გადანაწილება ათეულშიც და ჩვენ ამ თემებზე ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება პროფესორი სოსო არჩვაძე. დიდი მადლობა თეა, ასეთი იქნება ბიზნესის დრო, რომელიც 8 საათზე დაიწყება. საინფორმაციო სამსახური კი პირდაპირ ეთერში უკვე 9-ზე თამთა სანიკიძესთან ერთად დაბრუნდება. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.